What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. See? Yes, Dali. I remember. Tell me. Slavery, sir. It's done. მაშასე მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო. დღეს ჩვენ მასპინძლობთ უნიკალურ ჩემი აზრით პიროვნებას. გიორგი მაკასარაშვილი არის ლეგენდარული მოჭიდავე, ლეგენდარული სპორტსმენი. ამ შემთხვევაში გიორგის ვთხოვეთ მობრძანება, იმიტომ რომ უნიკალური ბიოგრაფიის მატარებელი პიროვნებაა. უნიჭიერი სპორტსმენი, მაგრამ მის ამ ცხოვრებაში არის ერთი უცნაური დეტალი, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ამ ამერიკულ კინოსთან, რომელსაც ქვია მონადირენი. დღეს ერთი გახმაურებული მკვლელობის შესახებ გიამბობთ, რომელიც არ იყო არც პოლიტიკური მკვლელობა და არც კრიმინალური გარჩევა. მიუხედავად ამისა, 1996 წელს ამ ამბავმა სრულიად შეძრა მსოფლიოს პოლიტიკური და სპორტული სამყარო. მაინც რა მოხდა ასეთი? საქმე ისაა, რომ ამერიკის უმდიდრესი დინასტიის ჯუპონების წარმომადგენელმა ჯონ ჯუპონმა ლეგენდარულ სპორტსმენს დეივ შულცს დაახალა ტყვია. ფილმი მელიებზე მონადირე, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, სწორედ ამ მკვლელობას ეხება და მსხვერპლის ძმის, ასევე ლეგენდარული სპორტსმენისა და ფალავნის მარკ შულცის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. რეჟისორ ბენეტ მილერის დრამა ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად იქცა 2014 წლის კანის კინოფესტივალზე და საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზიც დაიმსახურა. გარდა ამისა, ჯამში ოსკარის 5 ნომინაციის ჩათვლით, სხვადასხვა პრესტიჟული კინოფორუმების 18 ნომინაციას მოუყარა თავი. სხვათა შორის, ამ ფილმში მონაწილე 3-ვე მთავარი როლის შემსრულებელს ოსკარს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა. სტივ კარელს ედი რედმეინმა აართვა ჯილდო ფილმით „ყველაფრის თეორია“. რუფალოს ჯეი-კეი სიმონსმა არ დაუტოვა გამარჯვების არანაირი შანსი, შეპყრობილში შესრულებული, ეგრეთ წოდებული მეორეხარისხოვანი როლით. ჩენინგ ტატუმს კი მისივე პარტნიორებმა გაუწიეს კონკურენცია და ამიტომ ვერც მოხვდა ნომინანტთა შორის. ეს იყო ჯერჯერობით ურთულესი გამოცდა ჩემს სამსახიობო კარიერაშიო. გამოუტყდა ტატუმი ჟურნალისტებს ფილმის ხმაურიანი პრემიერის შემდეგ. მან ფილმში მარკ შულცის როლი შეასრულა. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. მულტიმილიონერი ჯუპონის, ანუ ფილმის მთავარი ანტაგონისტის როლზე სერ გერი ოლდმენი იყო მოწვეული, მაგრამ მან მაიმუნების პლანეტის გაგრძელებაში გადაღება არჩია. ცნობილი კომიკოსი სტივ კარელი სწორედ მისი უარის წყალობით აღმოჩნდა ამ პროექტში. ახლა კი დროა სტუდიაში დაბრუნდეთ და ჩვენ სტუმარს მოусმინოთ, ვინც ამ ისტორიის 3-ვე რეალურ გმირს პირადად იცნობდა. როგორ გაიცანით დეივ შულცი? დეივ შულცი რო გავიცანი, ეს იყო 1980 წელიწადი, თბილისის საერთაშორისო ტურნირი იყო, საერთაშორისო ძალიან ძლიერი ტურნირი იყო ეს. სოფლიოს მცირე ჩემპიონატს ეძახდნენ მას და მაშინ მონაწილეთა რაოდენობას თუ შევხედავდით, ოლიმპიურ თამაშებზე და სოფლიო ჩემპიონატებზე გაცილებით ძლიერი იყო. აი, პირველად შევხვდი დეივ შულცს და წმინდა გამარჯვება მოიპოვე. წამოხდა თუ არა მას მერე იმ წუთში მითხრა რომ ხვალ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ამხანაგური შეხვედრაო და არ გაიქცეო იქ მეჭიდავე. აჰა, კიდევ ვიჭიდავ. ხო, აუცილებლად მეჭიდავე და რევანში ავიღო. ნუ არ ვიცი ხლა ის მომენტში იმ საღამოთი ცოტა ვიქეიფე, მეორე დღეს პახველეზე ვიყავი, მაგრამ მეორე დღესაც მოუვია, ოღონდ 4-2. გულებით მოუვია. მოგძალებული. ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მოუვია.
ეს წესი იყო, როცა დამთავრდებოდა ხოლმე შეხვედრა, ყვავილებს ჯუქნიდნენ და რაღაც პატარა საჩუქერს გვაძლევდნენ და მეც მომწეს ეს ყველაფერი და დაივიცაც მიცეს და დავიდმა ეს საჩუქარი მოისროლა, ყვავილები დააგლიჯა, დაყარა დაბლა და გაიქცა სპორტის სასახლის არენის კედელს დაუწყო თავის რტყმევა. ნუ ესე იგი კიდე როგორ წავაგებოდა. აჰა. ხო ცოტა მე აღშფოთი ხლა მივედი და მხარზე დავარტყი ხელი და უთხარი რომ მე უთხარი ხლა მოგიგე ორჯერ რა გინდა მეტი. დღეს ხვალ ვეღარ ვიჭიდავ და ოღონდ 60 მეთქი ჩემთან 60 ვიქეიფოთ მეთქი ერთად მეთქი და დავძმაკაცეთ და დავმეგობდეთო და შემომხედა ესე გაკვირვებულმა და დამიქნია თავი კარგიო. წამოიყვანე ვინც გინდა მეთქი. წავიყვანე სახში და ნუ იმ დღეს კაი საჭმელი, კაი სასველი ცოტა დავლივეთ კიდევაც და ნუ ერთი სიტყვით დავმეგობდით. რაღაც საჩუქრების ვაჩუქე და ნუ გახარებული წავიდა სახში. აი ესე გავიცანი ეს ადამიანი. იმის მერე ყოველწლიურად ჩამოდიოდა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე და ტურნირის მერე იყო ხოლმე ბანკეტი, იმ ბანკეტზე არ მიდიოდა, ჩემთან მოდიოდა სახში. მოყავდა ხოლმე გუნდის თითქმის ნახევარი, გებრიელად მიირთმევდნენ. საცივი იყო იქ, ყველაფერი რაც ქართული იყო, ძალიან გებრიელად მიირთმევდნენ და სულ ყველას ეუბნებოდა რომ ჯობია აქ წავიდეთო. ვიდრე იქო. ფანტასტიკური ისტორია. ხო. ჩემპიონებად იბადებიან თუ ჩემპიონები ხდებიან? ჩემპიონები ხდებიან. ჩემპიონები ხდებიან, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები უნდა გქონდეთ, მაგრამ უფრო ხდებიან ვიდრე იბადებიან. დევიდ შულცი თავის ცხოვრება ვარჯიშობდა, მისთვის ჭიდაობა იყო ყველაფერი. და სხვათა შორის სასაული ადამიანი იყო. სოფლიოს ჭიდაობის სამყაროს შეაყვარა თავისი ჭიდაობის მანერით და თავისი ქცევით ხალიჩის გარეთ. რა ვიცი, ხლა მე შემიძლია ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, რაც მოხდა, მე აი მისი ქცევიდან გამომდინარე, როგორ უყვარდა ის ხალხს. ორი შემთხვევა იყო, ერთს მოხდა. პირველი შემთხვევა, ახლა აღარ მახსოვს რომელი წელიწადი იყო, მაგრამ ფინალური შეხვედრა, ფინალშია გასული დევიდ შულცი, მე უკვე დანებებული მაქვს თავი და არის ასეთი ერთი ჩრდილოეთ კავკასიელი მაგარი მოჭიდავე იყო ძალიან და იმ მომენტში იყო ძალიან მაგარ ფორმაში. ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო და ნუ აი კუნთებით დახუნძლული და ნუ ერთი სიტყვით აღტკინებული გამოვარდა ხალიჩაზე და დაიწყო ხტუნაობა და ამ კუნთებს აკანავებს ესე რაღაცა აგედიკით და ეს შულცი როგორც წესი გამოდიოდა ხოლმე ხალიჩაზე ნელა მოდიოდა ნელა დაბლა იყურებოდა ზევით არც იყურება და შედგა ხალიჩაზე ფეხით უარა შეხედა მოწინააღმდეგე ეს დაინახა რომ ხტუნაობს ესე კუნთებს ათამაშებს და უცბად ადგილიდან მოწყდა და გაიქცა თავის სეკუნდანტის უკან დაიმალა და გამოყო ესე თავი და უყურებს საკუთრად მალავს თავს. ესე იგი ნუ აჩვენებს რომ ვითომ ძალიან შეეშინდა. ამისი. ხო და თემა დარბაზმა სავსე იყო მაშინ სპორტის სასახლე ატეხა ამაზე სიცილი. ნუ აი ისტორიული სიცილი ატეხა. და ის ახლა ხტუნაობს შემზადება რაღაც არქეტიპით ახლა მოუკლავ შევჭამა ეუბნება რა თავისი ქცევით და უცბად მთელი დარბაზი იცინის და გაუკვირდა რა ხდება რატო იცინისო და დაიწყო ძებნა მიზეზის რატო იცინეს და შემოიხედა აქ და დაინახა ეს შულცი რომ თავისი სეკუნდანტის უკან ეს გამოყოფს თავზე იმალება და უცბად რა მოხდა ესე მე უყურებდი ხალხს აი ესე ხტუნაობდა და ეს ხელებს ვაქანავდა და ჩამოვარდა ეს მხრები და მოკვდა რა ფაქტიურად ხო ეს ფსიქოლოგიურად მოკვდა და ერთ წუთში დააწვინდა სუფთა დევი შულცმა. თუმცა იმ მომენტისთვის მე ვფიქრობ, რომ ის ბიჭი გაცილებით ძლიერი იყო. ხო არა? ხო. დევ შულცი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. მსოფლიო თასის 5 გზის მფლობელი. ამერიკის 10 გზის ჩემპიონი თავისუფალ და ბერძნულ მოუჭიდაობაში. ერთადერთი ამერიკელი ფალავანი, რომელმაც ორჯერ გაიმარჯვა თბილისის ტურნირზე, ერთხელ კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი მაკასარაშვილთან მარცხის შემდეგ. 90 წელია და ფინალია და ხდება ესეთი გვარი იყო დაღესტნელი კატინოვასოვი, ისაც იმ მომენტისთვის შულცზე ძლიერი იყო. და იმდენად უყვართ შულცის მაყურებელს, რომ ეს კატინოვასოვი თითქმის ამთავრებს შეხვედრას ისე რომ მოიგო შეხვედრა. მოიგო შეხვედრა და ხალხს არ უნდა წააგო შულცმა. ხო. და ესე იგი უნდა აუწიონ ხელი ამ იმას რა ქვია კატინოვასოვს და წამოვიდა იქიდან ბოთლე ეგეთი რამე მაშინ კომუნისტების დროს არ მომხდა. ბოთლების როლა, უბედურება, სპენა, რაღაცა აკეთიკი და შეეშინდათ რა მსაჯებს. ხო. შეეშინდა და გააჩერეს და
ნუ საბოლოო ჯამში იქამდე მიაღწიეს ამ მაყურებელმა, რომ ორივე საუწიეს ხელი. ორივე დააყენეს პირველ ადგილზე. ხო და შულცი ამის შესახებ ყვებოდა, რომ ესეთი რამეო მეო ცხოვრებაში არ მინახეაო რა, ამოდენა ხალხს არ უნდოდესო, ჩემი წაგებაო. იმდენად უფრო. თან აქ ხდება ამბავი და ამერიკელია. ამერიკელია. და სხვადასხვა ეს იყო ამერიკელებში პირველი შემთხვევა, როდესაც მეორედ გახდა ამერიკელი თბილისის ტურნირის ჩემპიონი. საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაშინდელ თბილისის ტურნირებს თვლიდნენ, რომ ეს იყო ნომერი პირველი შეჯიბრება და როდესაც ადამიანის ტიტულებს ასახელებდნენ, იწყებდნენ სწორედ ეს თბილისის ტურნირის ჩემპიონი, მე ოლიმპიური ჩემპიონი, მე მსოფლიო ჩემპიონი, მე პანამერიკული თამაშების ჩემპიონი და ასე შემდეგ. სხვადასხვა მარკის წერს ამაზე თავის ციკში რელიეფზე მოდი ეს იყო ურთულესი ტურნირი რომ მოსაგებათო. ხო, ძალიან უცნაურად საინტერესო ამბავი. 10 საბჭოთა კავშირის უძლიერესი მოჭიდავე გამოდიოდა. 10 პირველი 10 ნომერი. და მსოფლიოდან ყველაზე ძლიერი და მსოფლიო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირიდან გამოდიოდა ერთი უძლიერესი 10-ის მაგებად. ამით იყო ძლიერი. ხო, რა თქმა უნდა, აქ მეტი მონაწილეობა. საბჭოთა კავშირის დროს გიორგი ბძანა და ეს ჭიდაობა იყო მართლა ერთ-ერთი წარჩინებული სპორტის დარგი და რაც თავარია ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყვნენ და მოჭიდავეები. კი ბატონო, გეთახმებით. ჩვენს მეგობარს, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს და ჭიდაობის სპეციალისტს თამაზ გოგიბედაშვილს თავის დროზე ადრე მე ურჩი ამ ფილმის ნახვა და ძალიან მოეწონა მაშინ მახსოვს და სხვადასხვა უნდა უთხრათ ჩვენ მაყურებელს რომ ამ გადაცემის ასე ვთქვათ შექმნაში მონაწილეობა აქვს მიღებული თქვენთან დაკავშირებაში და ვეხმარა ძალიან გურამ საღარაძის ასე ვთქვათ მეშვეობა და ერთი საინტერესო დაკვირვება გამიზიარა მაშინ თამაზმა რო უყურებო ამ ძმების შულცების შემსრულებლებსო აი მოჭიდევესთვის დამახასიათებელი პლასტიკა, მიხვრა, მოხრა აქვთო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვობიდან ჭიდაობდენო და ნუ ეს მათი სამშემსრულებლო ხელოვნება ახლა ძალიან მაღალი ფილმსონო, ხო, მე ვამბობ რუფალოზე და ტეიტუმზე. ხო და თქვენ ხართ ადამიანი, ვინც პირადად იცნობდა ამ ადამიანებს. რამდენად გავს მათი შექმნილი კინოსახეები რეალურ ადამიანებს, თქვენს მეგობრებს და მეტოქეს და ამ ფალავანს, ამ ლეგენდარულ ფალავანს. მე ვიტყვი, რომ ფილმის პერსონაჟები ნამდვილად შესანიშნავად ასრულებდნენ ჩემი მეგობრების როლს და არა მარტო ჩემი მეგობრების, იქ დიუპონის როლი შესანიშნავად შესრულდა. სხვა პერსონაჟების როლიც შესანიშნავად შესრულდა და რა ვიცი ახლა. უბრალოდ ფსიქოლოგიური ფილმია ეს და ახლა ისეთი დედა იყო ძალიან ტრაგიკული, დედა, რომელიც შემოვიდა და რო ნახა ეს ამბავი, მერე გარდაიცვალა. თვითონ ეს დიუპონი, როგორც მოიხსენებათ, თავის დროზე ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სროლაში. ხო და ნუ კარგად ისროდა მთელი არსენალი ჰქონდა თავის სასრულობის და რა ვიცი, შემდეგ ესეთი რაღაცა დაემართა, რომ მოინდომა მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი გამხდარიყო. რატომღაც აირჩია თავისუფალი ჭიდაობა. მაშინ ძალიან პოპულარულები იყვნენ ძმები შულცები. ჯერ ძმა მიიყვანა თავისთან და მერე როგორც იქნა შულცის დაითანხმა თავისთან და იქ იყო ფილადელფიაში Fox Catcher-ის კლუბი შექმნა და ამ კლუბში კაი პირობები ჰქონდათ, კაი ანაზღაურება ჰქონდათ და იყვნენ რა ვარჯიშობდნენ, მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოდიოდნენ, შედეგებს აჩვენებდნენ და თვითონაც მოინდომა რომ ეს უნდა გავხდეო მაგარი მოჭიდავეო. ვა სუსტი, ძალიან სუსტი ადამიანი, ესე იგი ისეთი სუსტი იყო, რომ ჭიდაობის დროს ვიღაცა რო დაცემოდა, შეიძლება ძვლები დამტრეოდა. აქედან გამომდინარე, ნუ ამათ რა ეკნათ ახლა? ასეთ პირობებში არიან, კარგ პირობებში და დაიწყეს თამაში, რომ კი ბატონო, კაი, მაშინ უნდა გავხადოთ. აი ეს ადამიანი სოფლიო საუკეთესო მოჭიდავეო და დააწყებინეს ვარჯიში. ვარჯიშებოდნენ ისე რომ ზედ არ დაცემოდნენ რაღაც ილეთები ასრულეს აკეთიკით და ნუ ახლა მე ვარჯიში მარტო არ ყოფნისო შეჯიბრებები მინდაო და სხვათა შორის მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ვეტერანთა შორის სოფლიო ჩემპიონატები თვითონ ის აფინანსებდა $400,000 ამერიკის შეერთებული შტატების ჭიდაობის ფედერაციას და ვინ იყო და უარს ახლა ამისთან ადამიანზე და მართლა სოფლიო ჩემპიონატები დაიწყო ვეტერანთა შორის. თვითონ გამოდიოდა. თვითონ დაიწყო გამოსვლა, მაგრამ ნუ ახლა რომ გამოვა იქ ვიღაცა ჩამოდის სხვა ქვეყნიდან, ისეთი უნდა შეხვდეს, ვინც იცის, რომ უნდა წააგოს. ხო. ამის ორგანიზებას აკეთებდნენ. და აგებდნენ ისინი, რა. აგებდნენ და ეს ხდებოდა სოფლიო ჩემპიონი და ასეთი ჟურნალი არსებობდა, FILA,
სილას ჟურნალი, რომელშიც გარეკანზე იყო დიუპონის ფოტო და ეწერა რომ სოფლიოში უძლიერესი ადამიანი. აი ეს ვირტუალური რეალობა შექმნეს ისეთი, რომელიც რა თქმა უნდა ბოლო გასკდებოდა. და მაგრამ ძალიან ტრაგიკულად გასკდა ახლა. მიზეზიც ზუსტად მაგისა ახლა მე მოვყვები ვლადიკავკაში რაც მოხდა ბოლოს ეს ორი თვითადრეს სანამ შულც მოკლავდა დიუპონი, მაშინ მე ვლადიკავკაში ვიყავი და შევხვდი შულც და მოვიკითხე როგორ იყო და მითხრა რომ უკვე ხელში მაქვს ამოსულიო, აღარ შემიძლიაო იმდენად დავიღალეო ამ თამაშით რა. ხო და წასვლის უფლებაც აი არ მაქვს რა, რაღაცას მიზავს რა. რაღაცას მიზავს, წასვლის უფლებაც არ მაქვს. ნუ რავი მე ურჩიე რომ რაღაცნაირად ისე გაეკეთებინა რომ მართლა ნორმალური არ არის ეს კაცი ვიცით ყველამ და ეს შეამჩნია თქვენ ვარ იყო ნორმალური ხო ყველა ამჩნია და ახლა როგორ შეიძლება ახლა კაცმა მოინდომო 60 წელს მიღწეული იყო მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი და გავხდეო როცა სტრუქტურა არ გიწყობს ხელს ადამიანის რომ აი თუნდაც ვეტერანებში გახდეთ ესეთი ნუ არანორმალური იყო და მაგრამ ნუ ამ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობდა ხო და ცხოვრობდა ამათაც აცხოვრებდა ამათაც დარბაზში რო შედიოდა ესენი უნდა მოკუნტულიყვნენ რომ უშინოდათ ესეთ სიტუაციაში იყვნენ და ნუ აი ამოსულიაო ხელში რა გაქვნა არ ვიცი ამ დროს ამ ლაპარაკის დროს მოვიდა დიუპონი ძალიან მკაცრი სახით ჩამომართვა ხელი მე ჩამოვართვა იმას ხელი და რაღაცაზე დაუწყე ჩხუბი მე უკვე დავტოვე გამოვედი ახლა ხო და ნუ ამის მერე გავიდა ორი თვე და 25 იანვარი იყო 96 წლის როცა ტელევიზორში მოვისმენე ეს ამბავი ნუ სავარაუდოდ ვეღარ მოითმინა და უთხრა როგორც შანს ხო როგორც შანს და ეს ვერ აიტანა და სამი თვეა დაახალა სოშილის ესეთი ამბავი 96 წლის ტრაგედიის შემდეგ თუ გქონდათ რამე კონტაქტი დეივის ოჯახთან მის ძმასთან მაქვს ხოლმე კონტაქტი წერს დღესაც რა კი დღესაც კი ბატონო მარკ შულცი ოლიმპიური და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი. ის არის 1984 წლის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 1985 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. მისი ძმა დეივი კი 1984 წლის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი მიაღწია ამ გამარჯვებას. როცა მარკმა 1987 წელსაც იზეიმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება, ის გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონიც იყო. 1991 წელს მარკი გინესის წიგნის რეკორდსმენიც გახდა მსოფლიო და ოლიმპიური ტიტულების რაოდენობის მიხედვით. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი მელიებზე მონადირე რეალური ისტორია, ამბავი ჩემი ძმის მკვლელობის, ჯონ დიუპონის შეშტილობის და ოლიმპიური ოქროს ძიების შესახებ გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საფუძვლად დაედო ამავე წელს გადაღებულ ფილმს. ეს საინტერესო ამბავი იყო სხვათაშორის აი ამ შულცისა და დიუპონთან დაკავშირებით. ერთ საინტერესოა და იმიტომ დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება დროში შეზღუდული არა, შეზღუდულები ხო და ესეთი სიტუაცია ახლა მიყვება დევიდი რომ ერთ-ერთ შეხვედრის დროს მე შემოვარდა დარბაზშიო და თქვაო რომ მე სოფლიო ჩემპიონობაო და სოფლიო ჩემპიონატი წელიწადში ერთხელ არ ყოფნისო და მოდით ახლა რაღაცა გავაკეთოთ ტურნე გავაკეთოთ მოვიაროთ სოფლიო და შევხვდეთო იქ ვინც არიანო ვეტერანებიო და იმათაც უნდა მოუგო მე უნდა დავამტკიცო რომ სოფლიოში უძლიერესი ადამიანია მიყვება ამას რა ვქნათ აღარ ვიცითო შავდღეში ვართ ახლა როგორ გინდა გავუკეთო ტურნე და იქ მოძებნო ხალხი და ერთი სხვადასხვის იორდანოვი ყავდა თამათ კლუბში 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო და ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა ხო და იმ იორდანოვს დიდი გავლენები ჰქონდა ბულგარეთში ბულგარელი ნუ დარეკა ბულგარეთში და ბულგარეთში მოაწეს ესე იგი ერთ-ერთ დარბაზში ეს სცენა. ხალხი, სპეციალურად ხალხი, ვინც ამათი ნაცნობები იყო, თხოვეს ის გაავს ეს დარბაზი და ერთი ორი კაცი იპოვეს რა, ვინც უნდა ეჭიდაოს და ისე წააგოს, როგორც წესდარიგია. მეტი სხვაგან ვერ არახეს. ხო, ახლა
ნუ კერძო თვითმფრინავით გაფრინდეს ბულგარეთში. შეხვდა ერთს, შეხვდა მეორეს და ელოდება კიდე მესამე წააქციოს ყველა რა თქმა უნდა დარბაზი ფეხზე ამდგარი თაშის ყრით რაღაცა და ეს დადის ესე ხელებს სულმე და ნუ ერთი სიტუაციაა და ამ ორის მეტი არ აყავთ ამა და ეს ითხოვს კიდე მოვიყვანებთ. ხო და შემოსულა თურმე იმაში გასახდელში და ეუბნება რა არის ამ ორი ჭიდაობის გულისთვის ამ ხელაზე ჩამომიყვანეთ თუ აქაო რა ხდებაო ესაო თქვენ ვინახართო თქვენ გიშენებთო სეირს ეხლაო და რა ვქნა აღარ ვიციო რასაც შეძრეო შულცი მეუბნება აღარ ვიციო და უცბად მომივიდა კაი აზრიო წინო და დაუდები წინო ესე გავეჭიმეო და უთხარი რომ სულ ყველაფერი შენი ბრალიაო და იმას გაკვირვებითო როგორ მიბედაო რას ველება რატოა ჩემი ბრალი რატო და ესე მაგრა არ უნდა მოგიგო მაგ ბიჭებისთვის დანარჩენები გაიქცნენ შეეშინდა და გაიქცნენ და უცბად ესეთი მოძრაობა გააკეთა გაიჭიმა შემოტრიალდა და მართალი ხარ შენ და ამითი გადავაგორეო ეს არაფერი ფილმში არ არის ძულფასო ტელემაყურებელი ისეთ ამბებს ყვებით აქ ეს ვირტუალური რეალობა რომელიც მის გარშემო უდმივად იქნება და წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში ხდებოდა ალბათ რა ვიცი 7-8 წელი ხო იყო მაინც აღარ მახსოვს ხოლმე ზუსტად რამდენი ეგრე იყო ხო და ნუ ამ ხნის განმავლობაში წარმოიდგინეთ აი ესეთი სიტუაცია იყო და ნუ ბოლოს ეს ყველაფერი ხო გასკდა არ უნდა შესულიყვნენ ეს ამ თამაში ეს საფეხბურთო თამაში უნიკალური რაღაცა ფილმში ეუბნება ჯუპონი მარკ შულცს უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს თანამ დროს თავდაჯერებულობა ეს ალბათ ყველაზე მთავარია წარმატების მისაღწევად აი სოფლიო თასის მფლობელის, სოფლიო უნივერსიადის, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის აზრით, ბატონი გიორგი მაგასარაშვილის აზრით, რა არის აუცილებელი თვისება სპორტსმენისთვის თქვენს სფეროში, რომ მიაღწიოს წარმატებას? ესე იგი, იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო პირველ რიგში არის ის, რომ მიზანი გქონდეს, რომ აუცილებლად მიაღწიო წარმატებას. მე ის მიზეზები, რომელიც ხელს შეუშლის ამ წარმატების მიღწევას, ანუ რეჟიმის დარღვევა, უამრავი აი სხვა მსგავსი რაღაცა, რომ უნდა გადადო გვერდზე, აი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად, შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ ფსიქოლოგიურად გიშლის ხელს, რომ ჩამოყალიბდეს სპორტსმენი. ანუ სპორტსმენი თუ ხარ, უნდა იყოს თავიდან ბოლომდე სპორტსმენი. თავიდან ბოლომდე სპორტსმენი და მე როცა დაამთავრებ სპორტს, დანარჩენი საქმიანობისათვის უამრავი დრო დაგჭირდა ადამიანს. თუ მიზნის მიღწევა გინდა უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი. ხო. აი ზუსტად ეს არის მიზეზი. რომ ყველაფერი გადადოს გიორგი გვერდზე და ჩვენი ჭიქით ხოლმე დადიოს. ეს ხო, ეს უნდა. აი ესეთი კითხვა კიდე თქვენთან. ამ ფილმის მიხედვით ჯუპონი და მარკ შულცი ემზადებიან სეულის ოლიმპიადაზე გამოსასვლელად. არადა ცნობილია რომ ამ სეულის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა ქართულმა ფალავანმა მძიმე ზონაში დავით გოგიჯიშვილმა რა. ძმების შულცების და თავისუფალი ჭიდაობის სამშობლო არის ერთი შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც არაერთმა ქართველმა წარმატებით იასპარეზა, ხო? ეს არის თქვა დავით ციმაგურიძე, არსენ მეკოკიშვილი, მირიან ცალქალავანიძე, თედიაშვილი, ლევანი, უამრავი მინდორაშვილი და ასე შემდეგ, აგერ ვლადიმერ კინჩაგაშვილი და ასე შემდეგ. აი რა განაპირობა, რით აიხსნება რომ ქართველები ასეთი წარმატებულები ვართ ამერიკულ სპორტის სახეობაში? ჯერ ესეთი ქართველებს გვაქვს ქართული ჭიდაობა, ანუ ჩვენ სისხლში მოვკლავს ისტორიულად ეს და გამომდინარე აქედან გინდა არ გინდა ჩვენი გენები მაინც ამ ჭიდაობას ესადაგება. გამომდინარე ეს არის ნომერი პირველი. გარდა ამისა, ნუ ორთაბრძოლები ქართველებს გვიყვარს. და ეს ორთაბრძოლის ერთ-ერთი სახეობაა ჭიდაობა და რატომ არ უნდა ვიყოთ წარმატებული? თან სკოლა გვაქვს. სკოლა გვაქვს ზუსტად აი ადამიანები, რომლებიც ჩვენ ჩამოთვალეთ, ჩვენი წინაპრები, ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ასახელეთ საქართველოს, ამათი სკოლა გადმოდის, არ იკარგება. გამომდინარე აქედან დღესაც ნუ წარმატებულები ვართ ამ სპორტის სახეობაში, სახეობებში. ძიუდო ავიღოთ, კლასიკურ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ყავდა. პერსონალურ მომავალს რო უძახიან დღეს. და ასე შემდეგ. აი ეს არის თავარია. და კიდევ მაგ ესეთი კითხვა, აი ამ დროისთვის როცა მოხდა ეს ტრაგედია, მარკ შულცსაც და დეივ შულცსაც უკვე დასრულებული აქვს აქტიური ასე ვთქვათ სპორტული კარიერა, ხო? უკვე
დასულები არიან და თან ძალიან წარმატებული კარიერა, ხო? ორივე ერთდროულად გახდნენ 84-ში ოლიმპიური ჩემპიონები, ხშირად იმარჯვებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, იქ დაუმარცხებლები იყვნენ რაღაცა პერიოდიო თუნდაც 4-5 წელი მე მგონი თავთავიან წონაში. აი ამ ორიდან რომელი იყო უფრო წარმატებული, რომელი ითვლება? ძმას აქვს უფრო მეტი მარკს, ხო? ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ოლიმპიური ჩემპიონია და ძმაში რას გულისხმობ და მარკ შულცი კი. დიახ. მარკ შულცი. თორედ თვითონ პოპულარობით ეს დევიდი რა თქმა უნდა ვერ მივიდო. ვერ მივიდო. ფილმიდან გამომდინარე სიმპათიები უფრო დევისკენ იყო, ჩემი სიმპათიები, როგორც მაყურებლის. მე მაგალითად უფრო მარკ შულცია აღებული მაინც აქცენტი და მარკ შულცი უფრო დიდხანს მუშაობდა ასე ვთქვათ. ახალგაზრდაც იყო. დიუპონტის უფრო ახალგაზრდაც არის. კი. უფრო ახალგაზრდა. აი თავისუფალი ჭიდაობა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა სპორტის საქართველოში. აი ვინ იყო თქვენთვის მისაბაძი მაგალითი ამ ქართველ ტიტანებს შორის? ერთუნიშნულოვნად ლევან თედიაშვილი. მის გამო დავიწყე საერთოდ ჭიდაობაზე სიარული. ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო ფაქტიურად კატათაგობანას ეთამაშებოდა მოწინააღმდეგეს და როცა მივდიოდით სპორტის სასახლეში და ლევან თედიაშვილი გამოდიოდა ერთი სული ქონდა რომ მალე არ მოეგო მოწინააღმდეგესაც იმიტომ ილეთების ისეთ კორიანტელს ააწყობდა ხალიჩაზე რომ ამის ყურება იყო რა ვიცი საუკეთესო ფილმის ყურება რა და უხოცებოდი და გრძნობდა კიდევაც ამას სხვათა შორის და ესე აკეთებდა მაყურებელს ათამაშებდა კატარო თავს ათამაშებს ისე ათამაშებდა და ბოლოსში მე შეღლაფავდა ხოლმე დააძლებდა ისე არის ესეთი ლეგენდა რომ იქო ირანშიო მოჭიდავე გამოიხსნა მართალია ეს ამბავი ამბობენ ახლა მე პირადად არ მეკითხია მაგრამ არავის არ უარყვია ეგ ამბავი და სავარაუდოდ მართალია იმიტომ რომ იქ ხო ორგზის სოფლიო ჩემპიონი გახდა სამბოშიც მოიგო და თავისუფალ ჭიდაობაშიც და იმ დროს შახს ეს ძალიან მოეწონა და ნუ როგორც ამბობენ მიიწვია თხოვე რა გინდაო და ამას თხოვა რა ეჭემი ასე თქვის გაათავისუფლეთო და მას შეუსრულა ეს თხოვა ხო ეს ცირკუსკაცი აღმოჩნდა სხვათა შორის ლევან თედიაშვილამდე გურამ საღარაძის ჭიდაობა ვნახე ერთ-ერთ ჟურნალში კინოს ჟურნალში და იქ როგორ ვარჯიშობდა როგორ ემზადებოდა როგორ იგებდა შეხვედრებს და იქიდან დაიწყო ჩემი სურვილი რომ ჭიდაობაზე იქნება ჩამეწვეთა მაშინ და მე ლევანი რო ვნახე გიორგი მაგასარაშვილს გაუმარჯოს იმას რომ ესეთი უნიკალური შემთხვევა და ღმერთმა გვარგუნა ასეთი კაცის სტუმრობა მე ეგეთი შემთხვევა სოფლიო კინოს იმაში უთხრა რომ შენი ცირა ეხა ჩვენი სტუმარი მოყვება როგორ იმას გამართა ოლიმპიური სოფლიო ჩემპიონი გამორიცხულია დიდი მადლობა ერთი საინტერესო ამბავი არ მოვიდა მე რო ყვებოდი რომ პირველად რო შევხვდი მეთქე სახში რო დავპატიჟე რო გავიდა სახლიდან აღთოვანებული იყო ჩვენი სტუმართმოყვარეობით და ნუ ესეთი თვისება აქვს რა ამერიკელებს კაპიტალისტებს სავარაუდოდ ამოიღო და 35-იანს მაძლევს მადლობა დღევანდელი დღისათვის ნუ აი მე ესე იგი რა მომივიდა ახლა წარმოიდგინეთ იმ პერიოდში გაზრდილი სტუმართმოყვარეობის ქვეყნიდან ვარ და ესეთ რაღაცას მაკადრებს და ნუ თავისთავად გაუბრაზდი ძალიან მე მიხვდა ამას ყველაფერს ნუ ყოველწელს დადიოდა ჩემთან ასე ვთქვათ ვატარებდით დროს და იმ დონემდე შეიცვალა რომ 1995 წელს ატლანტაში მსოფლიო ჩემპიონატი იყო მოვიდა ჩემთან და მითხრა მათ დიუპონტთან იყო მაშინ რომ მე დღეს ძალიან კარგად ავარო აჰა შენ ჩემი 14 ციფრიანი ბანკის ნომერიო და რამდენიც გინდა იმდენი დახარჯე ფული 14 ციფრიანი ის ბანკის რის მომცა რა თქმა უნდა ახლა მე იქიდან კაპიტალს არ დავხარჯავდი მაგრამ თვითონ ეს აქციები ჟესტი თვითონ ეს აქციები ცოტა გაქართვებდა ხო აი იყო ჩემთვის ნუ ძალიან სასახარლო დობა და მეგობრობის რაღაცა აი ცოდვა ესეთი კაცი რომ დრო წავიდა ამ ქვეყნიდან ის რაც ფილმში ვერ მოხვდა 1997 წელს ანუ გახმაურებული მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ დეივი შულცი ჭიდაობის დიდების ნაციონალურ დარბაზში შეიყვანეს. მისმა ქვრივმა ჯუპონს სასამართლო წესით 3 დაობლებული შვილისთვის კომპენსაციის სახით $35 მილიონი მოსთხოვა.
მკვლელობის მუხლით გასამართლებელ არც ერთ ადამიანს ამხელა თანხა არასდროს გადაუხდია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს ისტორიაში. ჯუპონი კი დღემდე ყველაზე მდიდარი ადამიანია, ვინც კი ამ მუხლით გაუსამართლებიათ. მას 30 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობის მე-15 წელს ის ფილტვების მძიმე ავადმყოფობით 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ქონების 80%, ანუ დაახლოებით 200 მილიონი ფოქსკეჩერის სპორტული კომპლექსის ერთ-ერთ მწვრთნელს, ოლიმპიურ ჩემპიონს და ჯუპონის ახლო მეგობარს, ბულგარელ ფალავანს ვალენტინ იორდანოვს და მის ნათესავებს ერგო. ჯონ ჯუპონის დაპატიმრების შემდეგ დეივის ქრიუმმა შექმნა მეუღლის სახელობის მებრძოლთა კლუბი და იმ 20 ფალავანს დაეხმარა, რომლებიც იქამდე ჯუპონის მეთვალყურეობით ფოქსკეჩერში, ანუ მელიების მონადირეში ვარჯიშობდნენ. ეს კლუბი 2005 წლამდე ფუნქციონირებდა და ამ ხნის მანძილზე 2 ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები გასარდა. გიორგის და ლევანის და ჩემი ამ შესავლის მერვე ნახავთ საოცარ ფილმს, რომელსაც ისეთი დამაინტრიგებელი სახელი ქვია, რომ არ ნახوار შეიძლება ისედაც მელიებზე მონადირე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო ფილმი, რომელიც გვიჩვენებია ჩვენ კინო სამყაროში და ამაში დამეთანხმება ყველა ვისაც ნანახი. სხვაშორის დედის როლში გენიალური ცნობილი ვანესა რედგრეივი თამაშობს, რომელიც ჩვენ კი უნდა დაგემშვიდობოთ ერთი კვირით იმ იმედით, რომ კვლავ შევხვდებით ამ შეშლილ სამყაროში. აბა ბედნიერად. დიდი მადლობა. What am I? What draws my admiration? What is that which gives me joy? Das war ein Befehl! Der Angriffssteiger war Befehl! Dali. Sie? Yes, Dali. I remember. Billy. Slavery, sir. It's done.